მუშაობას. ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ეროვნულმა ასოციაციამ დღეს საკუთარი პროექტი წარმოადგინა. ავტორების განმარტებით მათი ინიციატივა ევროპულ სტანდარტს არის მორგებული და თვითმმართველობის განვითარების საუკეთესო მოდელად ითვლება. პროექტის პრეზენტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე დეპუტატები დაესწრნენ. კონფერენციის ორგანიზატორი არის თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, არიან მათი ცალკეული ექსპერტები. საქართველოს მთავრობა, რომელიც ატარებს რეფორმას, არის და ღია არის მოისმინოს ნებისმიერი მოსაზრებები ამ რეფორმასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი ორგანიზებული ღონისძიება, ეს არის მათი მიერ ორგანიზებული ღონისძიება. ის განმავლობაში შევესწრებით მოისმინოთ ის აზრები, რაც არსებობს. ასოციაციამ მოამზადა საკუთარი პროექტი, რომელიც დაფუძნებულია როგორც ქარტის პრინციპებზე, ასევე იმ გამოცდილებაზე, რაც არის დაგროვებული. გარდა ამისა, განსხვავებით სამთავრობო პროექტისგან, რომელიც ჯერ არავის არ უნახია, მოახერხეს და კონსულტაციები გაიარეს ყველა მუნიციპალიტეტებთან. ანუ ეს გახლავთ ნამდვილად ადგილობრივი თვითმმართველობის, ასე ვთქვათ, ყველა სტრუქტურის მიერ ერთობლივად მოწონებული და ერთობლივად შემუშავებული პროექტი, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ბევრად უფრო შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან.